დაბრუნდით სტუდიაში მოძღვართან ერთად გვესაუბრება დეკანოზის ზურაბ ცხოვრებაძე დაგვიცეთ. მე თმა დაგლოცოთ ყველას გილოცოთ წმინდა მაქსიმე ამსარებლის ხსენების დღეს მოგეხსენებათ რომ ეს გარდა იმისა რომ განსაკუთრებულად დიდი წმინდანი არის სოფლიო ეკლესიისა ერთ-ერთი ბურჯი არის მართლმადიდებლობისა მწვალებლობასთან დაუღალავად მებრძოლი იგი ჩვენთვის ქართველი მართლმადიდებლობისთვის იმითაც არის მნიშვნელოვანი რომ იგი დაკრძალულია საქართველოში 662 წელს აღესულა და მოგეხსენებათ საგერის მიდამოებში განისვენებს დღესაც ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მადლი და წყალობა არის და ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაპყროთ ხოლმე ამ წმინდას და ხშირად თხოვოთ მათ შეწევნა ჩვენი ეკლესიისა და ჩვენი ერისათვის. დღეს ჩვენ გსურს ვისაუბროთ იმის შესახებ თუ როგორ უნდა ვივიდგეთ ტაძარში. ჩვენ გვისაუბრია სხვადასხვა დროს იმის თაობაზე თუ რამდენად აუცილებელია ტაძარში სისტემატიური სიარული, სისტემატურად წირვალოცვებზე დასწრება, იგულისხმება შაბათ საღამოსახურება, შაბათ საღამოს და კვირასდილის ლიტურგიაზე დასწრება. მაგრამ ახლა გსურს ვისაუბროთ იმაზე თუ როგორ უნდა ვიდგეთ ტაძარში. რას გვეუბნება ჩვენს წმინდა ეკლესია, როგორ გვარიგებს ამის თაობაზე. პირველ რიგში, როდესაც ამაზე ვსაუბრობ, ჩვენ უნდა გავიხსენოთ ის, რომ ეკლესია არის ღვთის სახლი. ესე იგი ღვთის სახლი რადგან არის, ესე იგი ჩვენ უფალთან უშუალოდ მივდივართ უფალთან, რა თქმა უნდა უფალი ყველგან არის. უფალი ყველგან არის, დედამიწაზე არ არსებობს და სამყაროში არ არსებობს ადგილი, სადაც უფალი არ იყოს, მაგრამ არის განსაკუთრებული ადგილები ამ დედამიწაზე, სადაც მადლი განსაკუთრებულად იგრძნობა. მოგეხსენებათ, როდესაც ტაძარი შენდება, მისი საძირკველი იკურთხება, შემდეგ იკურთხება თვითონ აშენებული ტაძარი, იქ იწყება მირონი 4-ვე კედელზე, გარდა ამისა იქ არის დაბრძანებული წმინდა ნაწილი, რომელიმე წმინდანისა, ხანდახან ეს არის ტრაპეზის ქვემოთ საძირკველში, ხანდახან თვითონ ტრაპეზზე, ან ოდიქში არის, რა თქმა უნდა, რომელზეც წირვა აღესრულება. ყველაფერი ეს იმის მიმანიშნებელია, რომ ამხელა სიწმინდე არის ტაძარში. გარდა ამისა, ტაძარში არის წმინდა ხატები, ზოგჯერ სხვა სიწმინდეების. აქედან გამომდინარე, რომ მადლი ყოველივე აქედან გამომდინარე განსაკუთრებულად მრავლდება. ამიტომ ამას ყველა ადამიანი გრძნობს, როდესაც ტაძარში მიდის და იმყოფება, რომ იქ არის განსაკუთრებული მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ მივდივართ მსახურებაზე ტაძარში, უნდა განსაკუთრებულად განვაწყოთ ჩვენი თავი იმისო თუ სად მივდივართ. და რა უნდა გავაკეთოთ. იგი თავიდანვე ადამიანი უნდა დააფიქრდეს სწორედ აი ამ საკითხზე. კარგი იქნება თუ იგი რაიმეს წაიკითხავს კიდევაც წმინდა მამებიდან, რაიმე ციტატას ან წმინდა წერილს იმისათვის რომ მის სულს დაეუფლოს შესაბამისი განწყობა. და როდესაც ჩვენ მივდივართ ტაძარში, მაშინ უნდა გვახსოვდეს ერთი რამე, რომ და ვესწრებით წმინდა წირვა, ჟამის წირვას, რომ ამის შესახებ მამები ასე ამბობდნენ, რომ წმინდა ლიტურგია ეს არის ჭეშმარიტი ზეცა მიწაზე. ანუ თითქოს ზეცა არის ჩამოდარილი მიწაზე. და კიდევ ისიც რომ გავიზარდოთ თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ტაძარს და რამდენად წმინდა იგი, გავიხსენოთ ის, რომ ხშირად ტაძრები შენდებოდა არა ნებისმიერ ადგილას, არამედ სწორედ რომ განსაკუთრებულად შერჩეულ ადგილას და ეს შერჩევა ხშირად ხდებოდა ღვთისნებით. გავიხსენოთ ორი მაგალითი, ღირსი მამა შიო მღვიმელის ცხოვრებიდან, როდესაც მას უნდოდა შეერჩია ტაძრის ასაშენებელი ადგილი, მან საკმეველი დაიდო ხელის გულზე, ნახშირი დაიდო ხელის გულზე, დააყარა საკმეველი, ისე რომ მას ხელის გული არ დაეწვა, სასწაული მოხდა ამ თვალსაზრისით და შემდეგ საკმეველმა რა მიმართულებაც მისცა, რა ადგილასაც იგი ზეცაში ავიდა, არასწორად ის ადგილი იქნა მონიშნული მის მიერ კვერთხის შარჭობით ტაძრის ასაშენებელ ადგილას. ან ავიღოთ თუნდაც ღირსი მამა სერაპიონ ზაზმელის ცხოვრებაში აღწერილი შემთხვევა ჯერთი თვითონ იგი და მისი მეგობარი მამა იოანე, მამა მიქაელ პარეხელის, წმინდა მიქაელ პარეხელის გამოცხადებით იქნენ გაგზავნილი იმ ადგილას, სადაც უნდა აშენებულიყო მონასტერი და უშუალოდ იქ მისვლისას, ესე იგი, როდესაც დადგა საკითხი კონკრეტულად სად აშენებულიყო ტაძარი, ასევე ილოცეს მამა სერაპიონმა და მამა იოანემ ორი ადგილი სავარაუდო ადგილი იქნა გამორჩეული, ორივე ადგილას დადეს კანდელები და იმ ადგილას, სადაც კანდელი არ ჩაქრა, არამედ იყო ანათებდა, ის იყო მიჩნეული როგორც ნიშანი
ღვთისა და სწორედ იქ გაშენდა ტაძარი. ანუ ეს მხოლოდ ორი მაგალითი ვთქვით, მაგრამ ასევე მრავალი მაგალითი არსებობს. გარდა ამისა, ზოგიერთი ესეთი სასწაულებრივი შემთხვევის შესახებ ჩვენ ცნობები არ შემოგჩენია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს უნდა ვიცოდეთ, რომ ტაძრების და მონასტრების აშენება ძალიან ხშირად ხდებოდა სწორედ ღვთისაგან გამორჩეულ ადგილებზე. რაც კიდევ ერთხელ ხალხს უსვავს იმას, თუ რამხელა სიწმინდე არის ტაძარი და როგორი გძალვით უნდა მივიდეთ მასთან. აი წმინდა ეფრემ ასული გვეუბნება ჩვენ ესეთ რამეს, რომ ესე იგი როგორც მიწაში ჩაგდებულ მთელს აღმოაცენებს წვიმა, აი ასევე განამტკიცებს ადამიანის სულში სათნოებებს საეკლესიო მსახურებებზე დასწრება, საეკლესიო წირვა ლოცვაზე დასწრება. ასე რომ წირვა ლოცვაზე დასწრება აუცილებელი არის, მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ საიმისოთ, რომ ესე იგი მივიღოთ მაქსიმალური სარგებელი წირვა ლოცვაზე დასწრებისაგან. აი მამა პიმენი, ამბა პიმენი, ასეთ რამეს ამბობს, რომ რა სარგებელია იმ შემთხვევაში, თუ კი ჩვენ დავდივართ სახელოვნებო სკოლაში, მაგრამ ხელოვნებას არ ვსწავლობთ. და ის ამას ამბობს სწორედ იმასთან დაკავშირებით, იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც დადიან ტაძარში, მაგრამ ესე იგი ყურადღებით არ არიან წირვა ლოცვაზე, საუბრობენ, ან მათი გონება არის გაფანტული. ანუ უნდა გვახსოვდეს ჩვენ ტაძარში ლოცვაზე დგომისას, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ აუცილებლად მდუმარება და უნდა მოვიკრიფოთ გონება. აი ეს ორი მთავარი უპირველეს ყოვლისა არის განსახორციელებელი, რომ ხანდახან ხდება ისე, რომ ადამიანები საუბრობენ ხოლმე მსახურების დროს, ლოცვის დროს. ეს ეხება არა მარტო მრევლს, არამედ ამ ყურადღებით, კიდევ უფრო მეტი ყურადღებით უნდა იყვნენ ეკლესიის მსახურნი. სტიქაროსნები, მგალობლები და დიაკვნები, მღვდლები, სასულიერო პირები ზოგადად, იმიტომ რომ საუბარი არ შეეფერება ეკლესიის სიწმინდეს, ტაძრის სიწმინდეს. ერთ-ერთი მამა, წმინდა მამა ამბობს, წმინდა ამბროსი ამბობს, რომ ვინც საუბრობს ხოლმე ეკლესიაში, მას მწუხარებები ეძლევა ხოლმე მერევთისაგან. ასე მწუხარებები უმრავლესად წარმოადგენს, როგორ მნიშვნელოვანი ყოფილა, როგორ საფრთხილო ყოფილა ტაძარში ყოფნა. ამიტომ ტაძარში როდესაც დგას ადამიანი, იგი უნდა იყოს მთლიანად მობილიზებული და მთელი მისი ყურადღება უნდა იყოს გადასრული წირვა ლოცვისაკენ. ამაში ჩვენ დაგვეხმარება ისიც, თუ კი ჩვენ გავერკვევით ლიტურგიის არსში, თუ კი ჩვენ გავერკვევით იმაში, როდის რა მოქმედება ხდება. სამწუხაროდ ძალიან ძველი ლიტერატურა და ბევრი ლიტერატურა ქართულ ენაზე არ აქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უკვე არსებობს ის ლიტერატურა, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება იმაში, რომ აი ამაში გავერკვეთ. როდესაც ადამიანი გარკვეულია ამაში, არა, ბუნებრივია, რომ მას უფრო უადვილდება ხოლმე იქ დასწრება და უფრო მეტი სერიოზულობით და გულმოდგინებით ესწრება ხოლმე წირვა ლოცვას. და ის რომ ეს მათაც ღვთისსახლია და ის რომ ეს არის ის ადგილი, რომელიც ჭეშმარიტი ზეცა არის ამ ქვეყნად, ამას ბევრი რამ მოწმობს. აი საკათედრო ტაძრებში რიპიდები უჭირავთ ხოლმე სტიქაროსებს, რომლებიც ანგელოზები არის გამოსახული. ეს არის მიმანიშნებელი იმისა, რომ ანგელოზები უხილავად ყოფობენ წირვა ლოცვის დროს. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, ანგელოზები როგორი გძალულებით არიან ღვთის წინაშე. აი მაგალითად სერაფიმების შესახებ ესაია წინასწარმეტყველი ამბობს, რომ 6 ფრთა აქვთ მათ და 2 ფრთით ფეხებს იფარავენ, 2-ით თვალებს და 2-ით ფრენენ. აი ეს თვალების დაფარვა ნიშნავს გძალულებით, შიშით დგომას ღვთის წინაშე. ფეხების დაფარვა ესეც ღვთის მოშიშებით დგომას ნიშნავს ღვთის წინაშე და თუ ჩვენ ვხედავთ, რომ ანგელოზები ესე დგანან ღვთის წინაშე, არა ჩვენ როგორ შეიძლება ღვთის სახლში არ ვიდგეთ გძალულებით და არ ვიყოთ მოგძალებით. იქ და იქ რომ მათსაც ყოფობენ ანგელოზები, ამას მრავალი შემთხვევა მოწმობს. მაგალითად და რაღაც განსაკუთრებული მადლი რო არის, ამას მრავალი შემთხვევა მოწმობს. ჩვენ არაერთხელ გვითხოვს წმინდა სიმეონ ახალი ღვთისმეტყველის შემთხვევა, როდესაც იგი ყოველ ლიტურგიაზე, ყოველ წირვაზე ხედავდა თუ როგორ წმინდა ძღვნის კურთხევის დროს როგორ გადმოდიოდა ნათელი, საღვთო ნათელი, უქნელი ნათელი ამ ძღვენზე. ჩვენ ვიცით წმინდა სერგი რადონეჟელის ცხოვრებაში აღწერილი შემთხვევა, როდესაც მან დაინახა თუ ცეცხლოვანი ენის სახით მადლი როგორ გადმოვიდა სწორედ რომ ტრაპეზზე, როდესაც ესე იგი
იყოს შესაბამისი გარკვეული ადგილი ლიტურგიისა. ჩვენ გვახსენდება ასევე შემთხვევა წმინდა სერაფიმეს აროველის ცხოვრებიდან, როდესაც იგი დიაკნობაში მსახურების დროს მან იხილა თუ დასავლეთის მხრიდან, დასავლეთ კედლიდან როგორ საკურთხევლისგან როგორ მოემართებოდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე ანგელოზებთან ერთად და როგორ შევიდა იგი საკურთხეველში. არ აღარ თქვა ჩვენ თუნდაც სულ თანამედროვე მაგალითებზე, მაგალითად არის ერთ-ერთი მამა ტიხონე ათონელი, რომელიც 1968 წელს გარდაიცვალა და იგი, როდესაც ასრულებდა ხოლმე წირვას, იგვიანებდა ხოლმე რომელი ქერუბინთას გალობის დროს დიდ გამოსვლას ამბიონზე. როდესაც შეეკითხენ მამაო, რაშია საქმე, იგი ეუბნებოდა, რომ ზეცად აღიტაცებდა ხოლმე მის სულს ამ დროს და იგი ხედავდა ანგელოზებს და ამიტომ და რაღაცნაირად აი ასეთი საოცარი სასწაულის მომხრე გახდათ იგი და ეს ერთადერთი მაგალითი არ გახლავთ. იგივე მე-20 საუკუნის სხვა ათონელი მამები ამბობდნენ იმის შესახებ, აი ადასტურებდნენ რაღაც საოცარ სასწაულებს წმინდა წირვის დროს, მაგალითად ერთ-ერთი ათონელი მამა საუბრობდა იმის შესახებ, რომ ხანდახან ისეთ რამეს ხედავ წირვის დროს, რომ უკვე ვეღარ უძლებ ამის ხილვას, ჩამოჯდები და ხელებში თავს, ესე იგი სახეს ჩავმალავ. წარმოიდგინეთ თქვენ, რა ხდება ლიტურგიაზე. იმას, რასაც ვერ ამჩნევ ჩვენი ფიზიკური თვალი, იმას ამჩნევს ადამიანის სული, მორწმუნე ადამიანის სული, მლოცველი ადამიანის სული, რომელიც გრძნობს საოცარ მათს სწორედ რომ ზეციურ ძალთა იქ მყოფობისა, უფლის განსაკუთრებული მადლის იქ ყოფობისა. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს ჩვენ და იმისათვის რომ ჩვენ მივხვდეთ თუ რას ნიშნავს ჭეშმარიტად დგომა ტაძარში, მსახურების დროს ჩვენ მოვიტანოთ ასეთი მაგალითები. ერთი ცნეული ადამიანი, რომელიც ვერ ახერხებდა ტაძარში წასვლას ლიტურგიაზე, იწვადა ძალიან გულში ტკიოდა იმის გამო, რომ ვერ მოახერხა თავის ამატყობობის გამო ტაძარში მისვლა და მსახურებაზე დასწრება. და ამ დროს მან იგრძნო ასეთი რამ, რომ ესე იგი წევს, ამ დროს მან წარმოიდგინა ტაძარში ლიტურგია, წარმოიდგინა წირვა თავისი გონების თვალით გადავიდა იქ და აღმოჩნდა ის, რომ სულით იგი მართლაც აღმოჩნდა გადაყვანილი ტაძარში. და მთელი წირვა არა თავმიმდევრობით მან აი ესე გაიარა თავის გონებაში, იგი დაესწრო ამ წირვას, თითქოს დაესწრო, მიიღო ეს მადლი. რატომ დაუშვა უფალმა ასეთი რამაზე? იმიტომ რომ მასში დაინახა ის განსაკუთრებული სურვილი ლიტურგიაზე, დასწრებისა, ლიტურგიაზე ყოფნისა და ესე იგი სულით მართლაც იყო ტაძარში. სამაგიეროდ არსებობს სხვა განსხვავებული შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთ მონასტერში ერთი დიაკვანი ტაძრის კმევის დროს, დიდი კმევის დროს იგი აკეთებდა ასეთ რამეს. ზოგჯერ იგი ცარიელ ადგილას აკმევდა და ზოგჯერ კი არ უკმევდა იმ მონასტრის ძმებს, რომლებიც იმ დროს იდგნენ ტაძარში. და შეეკითხნენ ამ დიაკვანს, რა იყო მიზეზი მისი ასეთი უცნაური ქცევისა და მან უთხრა ასეთი რამ, რომ მას სულიერი თვალი გახსნილი ჰქონია და იგი ხედავდა იმას, რომ ზოგიერთი ძმა, რომელიც იმ წუთში არ იმყოფებოდა მსახურებაზე, რადგან ჰქონდათ გარკვეული მორჩილება, ანუ რაღაც მორჩილებას აღასრულებდა მონასტრის აუცილებლობას, ან და სნეულების გამო არ იმყოფებოდნენ იქ სულით მაინც მსახურებაზე იმყოფებოდნენ და ამიტომ ეს იგი უკმევდა ამ სინამდვილეში ცარიელ ადგილებს კი არა, სწორედ იმ ადგილას, სადაც ტრადიციულად ეს ძმები იდგნენ ხოლმე. და ხანდახან არ უკმევდა ზოგიერთი იქ მყოფ მორჩილს იმის გამო, რომ ისინი სულით არ იყვნენ იქ. ანუ მათი გონება სხვაგან იყო გადატანილი და ჩვენ ხშირად ვხედავთ აი ამ სამწუხარო მაგალითს, როდესაც ჩვენ ვართ ტაძარში, მაგრამ ჩვენი გონება კი სხვაგან არის ხოლმე და ჩვენ გონებით მოვივლით ყველაფერს, გარდა იმისა, რომ მთელი ჩვენი გონება კონდეს მიჯაჭვური მსახურებაზე. ამის შესახებ წმინდა მამები ასეთ რამესაც ამბობენ, რომ შეიძლება სახლი შეიტანო ტაძარში და შეიძლება პირიქით ტაძარი შეაბრძანოს სახლშიო. და ამას ასე განმარტავენ, ესე იგი სახლის ტაძარში შეტანა რას ნიშნავს? სახლის ტაძარში შეტანა იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა შეიძლება წამოიღოს მთელი თავისი
ამ ქვეყნიური ფიქრები, საზრუნავები, ამაოებები და აი ამ ფიქრები დატვირთული შემოვიდეს ტაძარში და ამ ფიქრები დატვირთული დარჩეს მსახურებაზე. ამ შემთხვევაში ის მათაც იმას აგავს, რომ მან თითქოს სახლი მოიტანა ტაძარში, მაგრამ თუ კი პირიქით იგი დაესწრება ტაძარში მსახურებას გულმოდგინეს, თუ კი იგი ესე იგი ტაძარში იქნება ისე როგორც შეეფერება მათაც ჭეშმარიტ მორწმუნეს არა, მაშინ ამ განწყობას, ამ მათს იგი შეიტანს თავის სახლში. თავის სახლში წააბრძანებს თითქოს და აი ამ მათს და უკვე მისი სახლიც მართლა ჭეშმარიტად მცირე ტაძრად იქცევა, იმიტომ რომ აი ეს მადლი მას გაყვება იქ და ესე იგი მიმოეფინება იმ ადგილსაც, სადაც იგი მუდმივად ცხოვრობს. იმის თაობაზე თუ როგორ ყურადღებით უნდა ვიყოთ ჩვენ ტაძარში მსახურების დროს, ჩვენ მამები გვეუბნებიან ასეთ რამეს და ასეთ შედარება მოაქვთ მათ. წარმოიდგინეთ თქვენ რომ მეფე დაგიბარებთ თქვენ სასაუბროთ და იგი გესაუბრება თქვენ რაიმე შესახებ, ამ დროს კი თქვენ თავს ანებებთ მეფესთან, მეფის მოსმენას, მასთან საუბარს და ესე იგი ცდილობთ რომ ისაუბროთ თქვენნაირ მონასთან. ეს მასშტაბებელი არ იქნება მეფისათვისო და ასევეო, რადგან ზეციურ მეუფესთან სასაუბროდ გვიწევს ჩვენ წმინდა ეკლესია ლიტურგიის დროს, ლოცვის დროს, ამ დროს ჩვენ ვესაუბრებით თითქოს შევდივარ დიალოგში უფალთან, არა მთელი ჩვენი სულითა და გულით უნდა ვიყოთ მასთან და ჩვენ კი ამ დროს ვესაუბრებით ხანდახან ტაძარში მდგომ სხვა ადამიანებს, ან შეიძლება ჩვენ წასმოსახვაში ვესაუბრებოდეთ ვინმეს, ან ფიქრობდეთ ისეთ რამეზე, რაც შეუფერებელი არის ტაძრისთვის. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჩვენ სწორედ დავემგვანებით აი ამ მონას, რომელიც იმის მაგივრად რომ მეფესთან საუბრობდეს, ესაუბრება სხვა ადამიანებს. საიმისოთ რომ ჩვენ გავიაზროთ ის თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტაძარში ჩვენი დგომა და წმინდა წირვის დასწრება, ჩვენ ერთ-ერთ მაგალითს გავიხსენებთ კიდევ. ერთ-ერთ მონას დასწამეს ცილი თავისი ბატონის წინაშე და მან გადაწყვიტა რომ იგი დაესჯებინებინა სიკვდილით. თვითონ მასვე გაატანა ბარათი მსაჯულთან, მოსამართლესთან და აი ამ ბარათში იყო ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ამ ომისთვის თავი უნდა მოეკვეთათ. გზად, როდესაც იგი მიდიოდა, მან შეიარა ტაძარში და ტაძარში იგი აღმოჩნდა ტაძარში იმ დროს მიდიოდა ლიტურგია. და იმდენად უყვარდა მას წირვაზე დასწრება, რომ ლიტურგიას დაესწრო იქ თავიდან ბოლომდე. ანუ შეყოვდა სწორედ ამის გამო. და ამასობაში სიტუაცია შეიცვალა და იგი გადაურჩა სიკვდილით დასჯას. ის რო არ დასწრებოდა ლიტურგიას, არა, მაშინ იგი მივიდოდა უფრო ადრე მსაჯულთან და მისი სიკვდილით დასჯაც არ დააყოვნებდა. ანუ ამ შემთხვევაში მისმა სიყვარულმა აი ამ ტაძრის მიმართ, საეკლესიო მსახურების მიმართ გამოიწვია ის რომ იგი ესე იგი გადაურჩა სრულიად აშკარა სიკვდილს. აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა გვესმოდეს თუ რა მნიშვნელობა აქვს წმინდა წირვას და არ უნდა ვეძებდეთ მისზე საიმისოთ რომ წირვა გავაცინოთ. საერთოდ თვითონ ეს ფაქტი, თვითონ ფიქრით კი იმის დაშვებათ რომ უფლის დღეს, კვირა დღეს ადამიანი არ წავიდეს წირვაზე უკვე ძალიან ძლიერი დიდი შეცდომა თუ რაღაცა განსაკუთრებული მიზეზი უშლის ხელს ადამიანს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააჩინოს მსახურება, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააჩინოს მან შაბათის მსახურება. და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ტაძარში ყოფნა, ლოცვაზე ყოფნა უნდა იყოს ძალიან ყურადღებით. ისი არ უნდა მოხდეს, რომ ტაძარში დავესწროთ მსახურებას და იმის მაგივრად, რომ ცოდვათა პატიება მივიღოთ, იმის მაგივრად, რომ შენდობა მივიღოთ, არა ჩვენ დავიმატოთ ცოდვები. აი იცით როგორი უნდა იყოს ადამიანის განწყობა წირვალოცოზე დასწრების შემდეგ, ისეთი სულიერი საგზალი უნდა ავიღოთ ჩვენ მთელი კვირისთვის, მთელი 7 დღისთვის, კვირის 7 დღისთვის, რომ ესე იგი ყოველდღიურად გზნობდეთ იმას, რომ ჩვენ კვირას დავესწარით ლიტურგიას. ჩვენ ვესწრებოდით საეკლესიო
მსახურებას. Აი თქვენ წარმოიდგინეთ, რომ უცბად დაავიწყეს ადამიანს იყო თუ არა კვირას წირვაზე, მისი სულიერი მდგომარეობა კვირის ნებისმიერ დროს უნდა კარნახობდეს მას იმას, რომ იგი დაესწრო კვირას წირვას თუ არ დაესწრო. ეს შეუძლია ყველა გამოცდილ მორწმუნე ადამიანს დაგიდასტუროთ, რომ თუ კი რაღაცა შემთხვევის გამო იგი არ დასწრებია საკვირაო მსახურებას, არა, მთელი კვირის მანძილზე იგი აი ამ დანაკლისს გძნობს თავის გულში და იგი გძნობს იმას, რომ აი ამ მნიშვნელოვან მსახურებას დააკლდა და ესე იგი ძალიან ბევრი რამ დააკლდა მას ამისაგან. ასე რომ მსახურებაზე დასწრება ძალიან მნიშვნელოვანი გახავთ. ეხლა ხანდახან არის მსახურებაზე გარკვეული პაუზები ხოლმე და ეს პაუზები ჩვენ შეგვიძლია ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენოთ. ესე იგი, მაგალითად, როდესაც სამღვდელოება ეზიარება, ან ხანდახან ცოტა იწელება ხოლმე, თქვათ, რომელი ქერუბინთას გალობა. ამ დროს როგორც წესი ამბობენ 50 ფსალმუნს. შეიძლება 50 ფსალმუნის დამთავრების შემდეგ ან კვლავ გავიმეოროთ ეს ფსალმუნი, ან კიდე სხვა ლოცვები ვთქვათ. ან სამღვდელოება როცა ეზიარება, რა, ამ დროს ჩვენ შეგვიძლია ასევე ჩვენთვის გულში ვთქვათ ჩვენი ლოცვები, ჩვენი ვთქვათ განსაკუთრებულად ვინც გვიყვარს იმ წმინდანების ტროპარები, ან ჩვენი სიტყვებით შევთხოვოთ რაღაც, ან ზოგადად უფალს ვთხოვოთ ჩვენთვის, ჩვენი ოჯახისთვის, ჩვენი სამშობლოსათვის შეწევნა. იმიტომ რომ ტაძარში აღვლენილი ლოცვა განსაკუთრებულად ძლიერია და განსაკუთრებულად მიდის უფალთან და განსაკუთრებულად გვისურვებს ხოლმე ამას. უფალი, ასე რომ ჩვენ კი არ უნდა გვეგონოს, რომ აი ამ დროს ხა პაუზა, შესვენება და რაღაცნაირად ჩვენ შეიძლება ესე ვთქვათ რაღაც გარკვეული ჩვენც ავიღოთ შინაგანი სულიერი პაუზა. არა, ჩვენ ეს სწორედ ჩვენთვის სულიერად, ჩვენი სულის სასარგებლოდ შეგვიძლია გამოვიყენოთ და ვილოცოთ ის და ის ათხოვარი ვთხოვოთ უფალს, რაც უშუალოდ კონკრეტულად შეგვეხება ჩვენ ოჯახს და ჩვენს ახლობლებს შეიძლება და ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ერს. ასე რომ ეს მასაც ძალიან დიდი მნიშვნელობის რამ გახლავთ და ძალიან ბევრი უნდა ვისწავლოთ ჩვენ საიმისოთ, რომ ესე იგი მივიღოთ მართლა ჭეშმარიტად სარგებელი იმისაგან, რომ დავესწროთ ხოლმე ტაძარში მსახურებას. ეხლა ჩვენ იმასაც გვირჩევენ მამები, რომ როდესაც ტაძარში მიდიხარო, მოწყალები განიბანე შენი ხელები. ანუ ესე იგი ამას გვირჩევს წმინდა იოანე ოქროპირი. ეს ამაში გულისხმობა ის, რომ ჩვენ აი თუ კი მოწყალებას გავცემთ, არა ეს იქნება კარგი იგივე, აი მათხოვრებს გაჭირებულ ადამიანს, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში თუ კი ჩვენ ამის საშუალება გვაქვს, მაგრამ ხანდახან ამის საშუალება არ გვაქვს და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ეს არ უნდა იქცეს ჩვენთვის დამაპყრობლად საიმისოთ, რომ ტაძარში წავიდეთ. ზოგჯერ ადამიანი აი ძალიან ესეთი გულუბრყვილოდ ამბობს, რომ აი მას სანთლის ფული არ აქვს და ამიტომ არ მიდის ტაძარში და ეს ხომ არის პირდაპირ ეშმაკი, რომ მოატყუებს ადამიანს იმას აგავს, იმიტომ რომ აუცილებელი არის ტაძარში მისვლა და მსახურებაზე დასწრება და თუ კი ადამიანი რაღაც მიზეზის გამო სანთელს ვერ დაათმევს, ეს არ არის პრობლემა, ეს არ არის მთავარი, ეს არ არის მეორე ხარისხოვანიც კი არ არის, ეს გაცილებით უკვე ნაკლებ მნიშვნელოვანი ან საერთოდ უმნიშვნელოდ კი შეიძლება გახდეს გარკვეულ შემთხვევებში. ასე რომ მოусმინოთ წმინდა ეკლესიას, მოусმინოთ წმინდა მამებს და შევეცადოთ, რომ ჩვენ სწორედ ისე ვიცხოვროთ, როგორც გვარიგებენ წმინდა მამები და მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ წირვა ლოცვაზე დასწრებით. დიდი მადლობა, გვესაუბრებოდა დეკანოზე ზორაბ ცხოვრებაძე. ახლა